მე არ მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, შენ გახსოვს? კი, მაშინ არ მომეწონე. რა გინდა რომ მოგიყვა ხა მითხარი. რატო ვერ ვიყო ჩაღე მე? აქედან გიყურებდი, ესა რომ ჩამოგდიან და ყაყაყობით ცრემლებით. მაგის გეშინია? რა თქმა უნდა, ძალიან მეშინია მაგის. ოდიში, მაგრამ რა ვქ? ვისაც ძალიან უყვარდა ყველას უჭირს განშორება. აი ესეც ერთი ეგა. შენ სხვაზე მქონია ვერ განცდია. ანდრო რო გემრიელად ვერ ნახე, მაგას განიცდი? დათოს გამოვიყვანდი კი არა და საერთოდ პირველივე წამიდან ავაფეთქებდი ვიდეოებზე. ისტორია გახდება, ეხლა საჯარო, კი არა და დაიბეჭდება. დაიბეჭდოს მე, რატო არ უნდა დაიბეჭდოს? არა, გამიცდა ეხლავე. განსაზღვრელია ეს ის კომპლექტი, რომელიც თამწუთა შეგიქმენი დათო. ტოპ შეგრძნება. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, თქვენ უყურებთ გვანცას პოდკასტს და დღეს მყავს სტუმარი, რომელთან ინტერვიუც არის ძალიან ძნელი. იმიტომ რომ ის არის ჩემი მეგობარი, ძალიან მიყვარს. ის არის ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად არ აძლევს ინტერვიუებს, არ დადის პოდკასტებში. როგორადაც საჯარო არის მისი ყოველდღიური ცხოვრება და რამდენადაც მთელი საქართველო მას იცნობს, იმდენად მგონია რომ თქვენ არ იცით სინამდვილეში როგორია. ამიტომ ეს მქონდა მიზნად, რომ ჩვენ დღეს გვესაუბრა და თქვენ მეტნაკლებად უფრო კარგად გაგეცნოთ ეს ადამიანი. ეს არის ადამიანი, რომელთანაც მე მაკავშირებს ბევრწლიანი როგორც მეგობრული, ასე პროფესიული ურთიერთობა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავშორდით პროფესიულად, ჩვენი გზები გაიყო, ჩემი გადაწყვეტილებით, ჩვენ არც ერთი წამით არ გაგვიწყვეტია ურთიერთობა და უფრო მეტად შევკავშირდით, იმიტომ რომ მივხვდით, რომ ჩვენი ურთიერთობა არ იყო მხოლოდ სამსახური. და ეს ამას ცალკე დრამები ახლდა. და სხვა შორის თქვენ ძალიან ხშირად მწერთ ხოლმე, მე პირადად მწერთ, რომ აი რაღაცა შემონატრით ჩვენს მეგობრობას და დღეს ეგეთი მეგობრული ლაპარაკი გვექნება. იმიტომ რომ ჩემთან არის ჩემი თიკა ფაცაცია. გვანცა ჯერ ხო სუნთქვა შეკავებული ვიჯექი, იმიტომ რომ გული აქ ამომდიერი, ვფიქრობდი ძალიან ძლიერი სუნთქვა არის, მოდი მიკროფონში თქო. როგორ? ამას აგურე საშუალებები ხო არ გაქვს სადმე. გვაქვს გულითადი საუბარი შემიძლია შემოგთავაზო. აი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ, იცი როგორ ვღელავ? მეც ვღელავ, რატო? რატო? იცი რა, ესე მგონია რომ მე და შენ ერთმანეთს რაღაცა სხვანაირად გვგრძნობთ ხოლმე. რაღაცა ის აი სიტყვაც რო არ უნდა თუ რაღაცა. აი ჩასუნთქვაზე აწყობილი ურთიერთობა გვაქვს და აი რო ჩაისუნთქავ ვიცი რა სიტყვიან რას განიცდი და მგონია რომ იგივე მეც და გააჩნია საიტაიყვან საუბარს და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს მაგიაში არ გაცამტვერდება იმიტომ რომ ისედაც პირალა ვარ და კაი მიუხედავად მაგისა რომ ორივე ვართ ვაკვარ იმიტომ რომ შეიძლება შენ თქვი რომ მეო მინდაო რაღაც როგორიც ხარ ისეთი ვაჩვენო ხალხს და მე თვითონ დავფიქრდი რომ იდეაში ამას ხომ მე ვცდილობ სულ თქო და აი არ ვიცი შე რა გაქვს ჩაფიქრებული ნახოთ გავყვეთ პროცესს მე მაქვს რწმენა რომ მე როგორსაც გხედავ ეგეც შეიძლება სხვა ვერ გხედავდეს და ალბათ მაგიტო იმიტომ რომ რაღაცა ყველას ყავს ჩვენი წილი ის მეგობრები ვინც გვიყვარს და ამიტომ ნახოთ აბა დაგვიწერეთ მერე კომენტარებში მართლა აი რეალურად რამდენად გულწრფელი იქნება ჩვენი საუბარი და რამდენად გავხსნით რაღაცა სხვა სამყაროებს ჩვენი რესპონდენტის. მაინც როგორც არ უნდა ასე ვთქვათ, მივუარო და მოვუარო ჩვენი ურთიერთობის ისეთ ძალიან სახებად, მახსოვს ეგ კადრი, როცა მე მოვდიოდი რუსთავი 2-დან. ხო. და შენ გახვედი სტუდიიდან, როცა მე მაგ სპიჩს ვამბობდი, რომ ვემშვიდობებოდი მაყურებას, გახვედი სტუდიიდან და აქედან გიყურებდი, აი ესა რომ ჩამოგდიან და ყაყაყობით ცრემლებით. სულ მახსენდება ხოლმე ეგ, რომ იმ მომენტში მე უფრო ძელი ამეყვანა ჩემი თავი, ოღონდ რა ძალით არ ვიცი. არც მე. და შენი ემოცია იყო ჩემთვის უფრო განსაზღვრელი რა, ანუ და მე მივხვდი რომ აი რაც მაკავებდა, რაც მტკივნეული იყო. დიდი მადლობა გვანცა.
ძალიან დიდი მადლობა. ოდიში, მაგრამ რა ვქ? და რა გინდა რომ მოგიყვა ხა მითხარი? არაფერი, მე მინდა მომიყვე. რატო ვერ ვიყო ჩაღე მე? ხო. ნუ მოგვეცდა ხელსაყრელი უკვე. რამდენი წუთი გავძელით? ვერც ერთი. 2. ჩემი აზრით ვერც ერთი რა. დაიწყო ხვევა. გამოშლა. კაი, იდოს ეს აქ, გატყობ საჭირო იქნება. იცი რა არის? ეგ ხო თან გადავახურეს გადავიარეთ როგორც და რატო ვერ ანუ მაინც იმ emotsia ის მაინც გტკივა ის განშორება რომელიც შედგა იმიტომ რომ ძალიან მიჩვეულები ვიყავით ჩვენს როგორ თქვა რაღაცა ის სხვანაირი იყო მაშინ რაღაც ყველაფერი დროც და საქმეც ასე ვთქვა და ურთიერთობა ერთმანეთთან კიდე ერთმანეთთან და რაღაცა სხვა დიდი სასწავლებელი იყო ესე ვიტყვი ყველაფერს მოიაზრებდა ეს მასში და როგორც პროფესიული საოცარი ზრდის და რაღაც მსოფლმხედველობის გაფართოების ისე რაღაც პირადი საოცარი ახლო მიჯაჭვული ძალიან დობით გამსჭვალული ალალი ურთიერთობების და მე მივხვდი რომ შენი გასვლით ეს რაღაცნაირად კიდევ უფრო დაპატარავდა, იმიტომ რომ მანამდეც იყო გასვლები და რაღაცნაირად რაღაცა ვითომ ერთად უმკლავდებოდით და მე ერთმანეთი გვეჭირა. ხო, ეგრე იყო ნამდვილად. მიუხედავად იმისა, რომ აი რაღაცა თან ეს ბუნებრივად ეგრე იყო რა, ძალიან მგონია რომ მართლა ძალიან გაგვიმართლა მაგ პერიოდში პროფესიულად, ადამიანურად, რომ ჩვენ აი ეგ შეგვეკრცნა, მაგრამ მეორე მხრივ სულ ვფიქრობ, რომ რადგან მე ესე გამიჭირდა და ჩვენ ესე გაგვიჭირდა, აი თლად სწორია, რომ ეგრე ანუ სამსახურში ეგეთი მიჯაჭვული იყო ემოციურად ადგილზე, ოთახზე, ადამიანებზე, სადაც მუშაობ რა, რომ ანუ ელემენტარულად ვერ ხერხებ ცვლილებას რაღაც მხრივ რა, აი სულ მაგას ვფიქრობ, რომ აი როგორ ახერხებენ ადამიანები, რომ 2 წელიწადში ერთხელ რაღაცა იცვლიან ამ გარემოს და მე მგონი სფეროა ეს რაღაცნაირი. არ შეიძლება ვწდები და სხვა სფეროსაც აქვს ესეთი მიჯაჭვულობის და ესეთი დამოკიდებულების, ესე ვთქვათ, წარმოქმნის ძალიან დიდი ძალა. ალბათ მაინც რაც უკავშირდება ადამიანებთან ესეთ დიდ ურთიერთობებს, იგივე სცენა ალბათ და იგივე ტელევიზია მოიაზრებს ამ საოცარ მიჯაჭვულობას და მე მგონი ყველას ძალიან უჭირს არა მხოლოდ დაუშვათ მე შენი წასვლა და შენ წასვლა და ვინცაც უმუშავია ყველას ძალიან უჭირს. მაშინ თუ არ უჭირს ესე იგი არ ყვარებია, ასე მგონია. არ უყვარდა ის სადაც მუშაობდა, ის ადგილი ან ის სფერო. ვისაც ძალიან უყვარდა ყველას უჭირს განშორება თავის საყვარელ საქმესთან. მე არ მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, შენ გახსოვს? კი, მაშინ არ მომეწონე. აი რაღაცნაირი ცოტა აი ვერ მივხვდი როგორ აი დაგიმეგობდებოდი თუ არა ვერ გავიგე ისეთი რაღაცნაირი არ მომეწონე მაგრამ აი ვერ დავიჭირე უცებ ადამიანი ვისშიც ჩემ ადამიანს დავინახავდი ხო შეიძლება პირველი არ ხარ ვინც მაგას მეუბრუნდა ვიცი ეგეც ვიცი აი რაღაცა აი ესე ჩაიქროლებდი და ჩამოიქროლებდი დერეფანში და არ ჩერდებოდი და ვიფიქრე რომ აი ესეთია თქო რა შეუჩერებელი და დაკრის თავისთვის რას ვაკეთებდი არ ვიცი ძალიან გეჩქართ სულ საქმიანად გარბოდი და გამორბოდი და შესაბამისად სანამ არ დავჭექით ერთ სავარძელში და ერთ ოთახში არ შევედით მანამდე ვერ გაგიცანი და ესე ვინც იყავი სინამდვილეში თორე რაღაცა იყო სხვადასხვა გადაღებები რაღაც ახალი წლის იმის ამის მაგრამ მაინც შენ იყავი გვანცა და რასელია რომელსაც არ ვიცნობდი და ესე ვერ წარმოვიდგენდი ასეთ დიდებულ წაფებს თუ გავაბამდით მე და ხო მე იცი რა მე შენ იცი რა გიცნობდი ესე ტელევიზიიდან როგორც მომღერალს უკვე შეუსწამყვანი იყავი ერთი წუთი შენ რომ ის საქართველოზე გამოდიოდი მერე და იქ მე შენ და საცავის პიჩები ვთქვი მაშინ არ გიცნობდი აი ესეცა ერთი ეგა შენ გამოდიოდი მის საქართველოზე ხო
და დამთავრდა ის როგორც დამთავრდა. ხო, ვერ გაბიმარჯვა და ვერაც ვერაფერი ვერ ვქენი. ხუთეულშიც მე არ გადაცემაში მე გამიყვანეს. ვიღე მონაწილეობა, სადაც ვამბობდი, რომ ეს არის ქართული სილამაზე, ნუ აღარ მახსოვს, მაგრამ შინასი ასეთი იყო. მე გუნა ამოვქეკოთ არქივიდან. თუ ვინმეს ეკუთვნოდა, აი არც მახსოვს, აი სხვები არც მახსოვს და დაწარებული ვიყავი და თან მე ხო არ გამოვირჩევი ეგეთი რაღაც იმითი უცებ რაღაცნაირი გამოუხტომებით და აი მე გადავირიე მაშინ. ხალხო, ეს არის მოსაძებნი. 2007. 2007. ხო, მაშინ არ ვიყავი მე ერთ რუსთავიორში. არა. არც გიცნობდი. და მე მოვედი და შენ დაქროდი დერეფანში არც მიჩერდებოდი რომ კეთქო რომ თქვენ ის გოგო არა ხართ, მე რომ მოგწონვართო. და მე ვიცოდი ვინ იყავიო თან მეუნე. არა, ნახე, მე გვანცას დაგანახებ წინაპრებში. როგორი ვარ. აი, ესე იგი, პირველი შენთან შეხება მახსოვს ეგ და მეორე იყო რომ მე მივედი კლინიკაში და ნატა დედა შენი დახვდა იქ და მითხრა მე უგვანცას დედა ვარო და მეგონი ნატა გამომექომაგა ამ ამბავზე თუ მე და ნატამ მე გავიარეთ ეს ცალკე კიდე ეს თემა. კი, ნატა იყო უფრო ჩართული მე მგონი მაგ ამბებში. ეხა ნახე რა სიტუაცია. ეხა თავს ვიმართლებ, მოიცადე რა მე უნდა მოვიფიქრო. კი, უცებ გამახსენდა მართლა შენი პირველი აღქმა ჩემთვის ეგ იყო. მაგრამ რაღაც ფეროს რო სხვა არის თითქოს ის სხვა ისტორია. ხო, თან მე ვარ 16 წლის თუ 15-ის, ანუ მანდ ვარ ერიხა ძალიან არც გაინტერესებდა და არც გედარდებოდა. აბსოლუტურად. მე მედარდებოდა. თან მაშინ აი სოციალური ქსელები და ესენი ხო ესე არისო რომ თქვათ ყველაფერისთვის თვალი გედევნებინა. მე მის სამყაროზე წავედი თუ რაღაცა ეგეთი პერიოდი იყო, მოკლედ. ნუ რა მნიშვნელობა აქვს. ინგა გრიგოლიას გადაცემა იყო თუ არა ქვასხეთქა ყველა მაგას უყურებდა და იქ მოხდა ეს. იქ იყო გარჩევა მე, იმიტომ რომ სკანდალები მოყვა ამ კონკურსს და მე არც მახსოვს ვინ გაიმარჯვა, რას ვერჩი ხა დღეს, მაგრამ მე მინდოდა რომ შენი, ანუ რაც ფიქრობდი და როგორც მინდოდა ისე განვითარებოდა. ხო, სკანდალები რატომ მოყვა, იცი, ახლა მაყურებელსაც რო გავახსენო. ამ კონკურსების აზრი ხო ეგ არის, რომ არ უნდა იყო დაოჯახებული, ანუ მის უნდა იყო. და აღმოჩნდა რომ ვინც გაიმარჯვა ის იყო ქორწინებაში, მე მეორე ადგილზე გასულიც აღმოჩნდა რომ იყო ქორწინებაში და მოკლედ დიდი სკანდალი ატყდა და ეს გადაცემა ინგასი და ქართული ფილმოზე არც ერთს არ ქონდა თან. ნუ ხო სხვებმა შეაფასონ ეგ, მაგრამ ხო ეხა გამახსენდა რომ მე იყო ამ ყველაფერზე ეს არა ქვია დიდი ამბები და გარჩევა და ხო და დაუბრუნდეთ ახლა დერეფანს. დაუბრუნდეთ დერეფანს. დავრბოდი და ესეთი შტაბეჭდილება შეგექმნა ჩემზე და არა, შტაბეჭდილება არა, უბრალოდ აი არა, მართლა გეუბნები. მოუცლელი გოგონა იყავი და რაღაცნაირად ესე იყო. მეუბნებიან ხშირად, რომ გვეგონე ძალიან დისტანციური, ცივი და ცოტა ისეთი უხეში ადამიანი. უხეში არა, აი უფრო რაღაცნაირი რა ძალიან თავის თავად თუ პრინციპული ხო არ მარტივად და არ შევდივარ მხოლოდ დღემდე ეგეთი ვარ მე მგონი არ ვიცი უკვე აღარ იცი მაგრამ მართლა ვარ დღემდე ეგეთი რომ ანუ ჩემთვის რაღაცა ადამიანთან დობის დამყარებას ურთიერთობის აგებას რაღაცა დრო ჭირდება ეხლა ჩვენ ისეთი იმდენი დრო გქონდა ამისთვის რომ უკვე დაგვავიწყდა ეს ყველაფერი როგორ გავაკეთეთ მაგრამ სიამდვილეში ეგრე ვარ და არ მყავს ძალიან ბევრი ახალი მეგობრები და ასე ვთქვათ ეგეთი ამბავია და მაგრამ მოდი ბალანსი უნდა დავიცვა ხა რო დაგახასიათე როგორი იყავი როგორიც მეგონა სინამდვილეში როგორი ხარ იმასაც ვიტყვი ხო გავიდა გამოხდა ხანი და გაგიცანი ესე იგი მე მსგავსი თაიგული თვისებათა მართლა არ ვიცი ბევრს აქ თუ არა გარეგნობა ეს მაშინ ვიბრძოლე და მოვიგე ჩემი აზრით აი პროფესიულად ძალიან ბევრი რამე ვისწავლე კვანცასგან ეს ერთი და ადამიანურად კიდე მართლა რაღაცა უნიკალური თვისებების მატარებელი ხარ იმიტომ რომ რა მე მოგიყვები მაგას მარტო ჩემი ბრალი არ არის რომ ტირით მე მოგიყვები მაგ არა მართლა აი ამდენი საოცარი უნარი თვისება ყურადღება რაღაცის დანახვა, რაღაცის რჩევის მიცემა და ძალიან გულღია, ძალიან ალალი, ძალიან გონიერი და ჭკვიანი ადამიანი ხარ. ანუ რასაც იტყვი ის არის მორჩა და გათავდა, წყალი არ გაუვა და
თან აი ძალიან ნამდვილი, აი ნაღდი კიდე უფრო ზაფრად გამოხატავს ალბათ გვანცას აღწერას. ძალიან ნამდვილი და ძალიან ზუსტი და ძალიან მართალი ხარ. მოვარჩეთ ახლა ჩემზე საუბარს. ახლა მეც ვიტყვი მაშინ. შენ ხარ ადამიანი, რომელმაც ისე შემავსო მე ცხოვრებისეულად და იმდენი რაღაცა მომცა დედას გეფიცები ოღონდ მართლა, იმიტომ რომ შენ უკვე ისეთი დიდი ხნის მშობელიც იყავი და შენ იყავი რაღაცა სასწაული მაგალითი ყოველთვის ჩემთვის, რომ აი ცხოვრება და შენი საქმიანობა როგორ შეიძლება გიყვარდეს თავგადაკლულად და ამისთვის აი იმაზე მეტ რესურსს ვდებდე ვიდრე გაქვს და თან იყო ესეთი კარგი სხვა ყველაფერ დანარჩენშიც ეს მე მეგონა შეუძლებელი მართლა გეუნები და შენ რო გაგიცანი და შენთან რო დავიწყე ურთიერთობა მე მივხვდი რომ რა აგერ ადამიანი რომლისთვისაც აი არ არის დაუძლეველი არაფერი არ არსებობს რა ადამიანი რომელიც ამ ყველაფრის მიუხედავად კიდე თვით განვითარებაზე მუდმივად ფიქრობს და ადამიანი რომელსაც შეუძლია რომ აი ყველას სამყოფი სიტყვა და სიყვარული კონდეს მოკლედ აი ძალიან დიდი მადლობა მე პირიქით შენი ვახტოვანდები ხოლმე ხო დაიწყებს თუ დავიწყო არა მე მგონია რომ ზუსტად ჩვენ რასაც მანამდე ვამბობდით მაგასაც მოიაზრებს ანუ აი ის რომ რაღაცა ერთმანეთს ვცნობთ ანუ მე ძალიან ხშირად მიამაყია გვანცას მიერ დასმული შეკითხვით ანუ ეს არასოდეს არ მქონია მე არ მქონია არასოდეს რომ აი რამე მომენტში აი რატო ის და რატო მე არა ან პირიქით რატო სხვა და რატო მე არა არ ვიცი არასდროს ეგ არ მქონია ძალიან ბევრი ესეთი საკონკურსო პროცესი გამივლია ცხოვრებაში, მაგრამ რაღაცა არ მქონია, იმიტომ რომ მიფიქრე რომ ეხლა ჩემი დრო არ არის, მე იქნება, ოკეი, არა უშავს. და რაც შეეხება უკვე თანა ცხოვრებას ერთ არხზე, არც მაშინ არ მქონია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ორივეს რაღაცა საერთო სტრიხები გვაქვს, მაინც სხვადასხვა ტიპის წამყვანები ვართ. სხვადასხვა რაღაცის, არ ვიცი, რაღაცის მატარებლები და ამიტომ ესეთი გადაკვეთა, კი, მუსიკალურიც მიყავდა გვანცას და ერთად მიყავდა კიდე ძალიან შემეცნებითი უზარმაზარი ток-შოუ ხო, მაგრამ არასდროს არ მქონია, რომ რაღაცა ზუსტად ირჩეოდა ადგილი თუ პერსონა, ვინც უნდა ყოფილიყო, იქ სადაც უნდა ყოფილიყო, ამიტომ არ მქონდა ეს, რომ აი ეხლა მე არა ვარ და გვანცა, აი არასოდეს, ამაზე შემიძლია დავიფიცო. არც მე. არც გვანც, ხო. შეიძლება სხვაზე მქონია, გვანცაზეა. ხო, აი იქვე დავახურდა. მართლა ერთმანეთს რომ ვაქოთ, მაგიტო კი არ შევიკრიბეთ ახლა აქ, მაგრამ რადგან დაისვა ესეთი შეკითხვა, იცი რა არის, მე მგონი ჩვენ საკმარისად პროფესიონალები შევხვდით უკვე ერთმანეთს იმისათვის რომ ჩვენი ადგილი გწოდნოდა და ჩვენი ადგილი გვეპოვა იმ ერთ სივრცეში სადაც ვიყავით რა და აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცა სხვადასხვანაირები ვიყავით და მაგრამ არა მე მგონი ეს ხასიათისთვისაც არის რომ უბრალოდ შენ აი ეს რაღაცა რასაც შენ ამბობ რომ დაიცვა რა თუნდაც იმის მიმდევრობა შეკითხვის დასმის მიმდევრობა თუ რაღაცა, ანუ ჩვენ საკმარისი პროფესიონალიზმი და საკმარისი ადამიანური ღირსებები გვქონდა ორივეს, რომ ეს არ ყოფილიყო დღის წესრიგში არასდროს. აი, თან მე მოვდიოდი რაღაც დილის გადაცემიდან, უფრო სხვა ტიპის, ასე ვთქვათ, ინტერვიუერი ვიყავი, რაღაცა უფრო სხვა მიმართულებით და თიკა სრულიად სხვა მიმართულებით და პირიქით ეს იყო რაღაც უდიდესი ბედნიერება, რომ ანუ ჩვენ იმდენად მოგწონდა ის, რასაც ვქმნიდით და იმდენად კაიფობდით რა მაგით, რომ აი ეს მომენტი პირიქით. ანუ ამ სიტყვის თქმა შეიძლება? კი, პირიქით, ანუ აი სულ იყო ეს მომენტი, რომ აი რეკლამიდან შემოვდივართ, ხო, დარჩა 5 წამი და უბრალოდ აი ესე გადავხედავდით ერთმანეთს, თვალებით ვანიშნებდით, შენი წვეფ არ მე ვიწყებ, ანუ აი მარტო ეს იყო და უბრალოდ მიდიოდა ისე როგორც მიდიოდა. ანუ არ იყო აქ არც რაღაცა
დაგეგმილი წინასწარ არაფერი, უბრალოდ გახედვით, გამოხედვით, ეს როდის დაიწყო, ოღონდ მართლა არ ვიცი. დედას გეცები, არ ვიცი, აი ეს უკვე ძალიან ახლოვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საერთო საქმეში ეგ მალევე მოვიდა რა, იმიტომ რომ ძალიან მოგწონდა ყველაფერი, რაც ვაკეთებთ, ერთმანეთი გვიყვარდა, ყველას გუნდი მოგწონდა და ამიტომ არა, პარტნიორობას ალბათ ცოდნაც უნდა ახლა. თანდათან საუბარში ხვდები, ხათესი არ არის, იმიტომ რომ ძალიან იბრძვი პირველობისთვის, როცა გუნდური სამუშაოა. მაშინ ყველაფერი ძალიან ორგანული და ჰარმონიულია და თუ შენ გუნდურად ვერ მუშაობ და პირველობისთვის იბრძვი, მაშინ იქნება ის დისკომფორტი და ის რაღაც ჭიდაობა, რომელზეც ახლა თამუნამ გაკეთე. ხო, ეს არ იყოს სოლო რაღაცა შოუ, ასე ვთქვათ რა. იცი რაზე მინდა ვილაპარაკოთ? პროფესიული რაღაც პროფესიულ თავგანწირვებზე მინდა რომ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ვინც გადევნებს შენ ეხლაც თქვათ თვალყურს ხო, სოციალურ ქსელში და მე ვგიჟდები შენს იმებზე, რა ქვია, ვლოგებზე. მართლა ძალიან კარგად აჩვენებ იქ ოღონდ ეს ყველა მარიცის, ხო? ანუ რასთან არის დაკავშირებული რეალურად აი ეს პროფესია, რაშიც ჩვენ ვართ და მით უმეტეს როცა რაღაც კორპორაციაში მუშაობ, კორპორაციის ნაწილი ხარ და იმის ტემპს უნდა აყვედა, რაც რეალურად კონკრეტული სამუშაო გასასრული. რაც მე რეალურად დავასრულე და ვეღარ ასე ვთქვათ გავუძელი და აღარ მინდოდა. აი ერთ-ერთი ეგეც იყო რა, რომ რაღაცა დღის წესრიგს მივყოლოდი, მოკლედ რომელსაც მე ზოგ შემთხვევაში მე ვერ გვეკმავ. აი რა არის ეს მართლა შენში, აი ამ პროფესიის ასეთი და საქმის და დაღლის და მუშაობის ასეთი სიყვარული, რომ უბრალოდ 24 საათი არ ყოფნის. აი რა არის? არ ვთქვი, სხვათა შორის დილას ახლა ჩემს რა ვქვია, ჩემს ვლოგს რო წერ ხოლმე რაღაცა დილას მანქანაში ჩემი ის მაგ რაღაც ჩემი პატარა რიტუალი, პატარა რაღაცა მარტოობის წუთები და იქ დავიწყე ეს საუბარი, რომ აი მართლა დილის 6 საათი და რაღაც წუთებზე მივდიოდი დღეს დილას სამსახურში და აი რატოღაც დავწვე ეგეთ კითხვა, რომ აი გიყვართ თუ არა დაუშვათ ის საქმიანობა რაშიც ხარ და რასაც ემსახურებით, იმიტომ ძალიან იშვიათობაა, რომ ძალიან გიყვარდეთ შენი საქმიანობა, ხო? აი ძირითადად აი რასთანაც მოუხვდებით, იქ რჩებით ადამიანები და რაღაცნაირად ესე დრო გადის და მე შეიძლება შენი ნატვრები და რაღაც წარმოდგენები როგორიც ქონდა, ის ვეღარც გამოგივიდეს, იმიტომ რომ რაღაცა ასეთი რეალობაა, რომ რაღაც არის, იმას უნდა ჩაეყო უჭო, ხო? ხო და მე მგონია რომ მე ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს რასაც ვაკეთებ და მიუხედავად იმისა, რომ ეს მართლა მოიცავს 24 საათიდან 25 ზოგჯერ, ეს მაძლევს ენერგიას, რომ მე ისევ თავიდან დაბრუნე, რაღაც უცნაურობას ვამბობ, მაგრამ ეს არის ჩემი საკვებიც, სულიერი საკვები. დღეს შეიცვალა რაღაცეები რა. აი ახლა ჩვენც თქვათ რო გვაქვს შეხება ახალგაზრდებთან, რომლებიც აი ახლა დებიან ამ სფეროში და რაღაცა მათ ძალიან მაღალი მოთხოვნები აქვთ. ჩვენ არ გვაქვს ამ ჩვენთაობას არა აქვს ეს მოთხოვნა. ანუ ჩვენ ისეთი ენთუზიაზმი გვქონდა, იმიტომ რომ რაღაცა ახალს ვაკეთებდით და რაღაცა რომ იყოს რაც არის ხელფასი რაღაცა. რა თქმა უნდა, შეიძლება გვიკითხოს და უხელფასოდაც გვიმუშაოია ხარ თქო და მას ლაპარაკი. შინფლიანი ფიზიკური დროის ოჯახის გადადების ხარჯზე რესურსი ჩადებული ყველანაირად რა. და დღეს ახლა ეგრე აღარ არის და დღეს ეს ადამიანებიც ხომ მუშაობენ შენს გვერდით. ვისთვისაც სხვა პრიორიტეტებია. და ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ აი შენ რო ამდენს მუშაობ, ან მე რო ამდენს მუშაობ, ეს თქვა იმდენად არა ხო? მისთვის არის რაღაცა კონკრეტული სამუშაო, ამას შეასრულებს. დაიხურავს კუც წავა. არ გაქვს ეგ მომენტი რომ საერთოდ არ მაქვს ეგ მომენტი რომ ის უფრო გავს ენერგიას რომ ამით რაღაცა ჩემზე უფრო მარტივად ცხოვრობს ან რაღაცა მე ეს მომწონს ზუსტად აი ეს სულ რაღაცა პროცესი რომელიც მუდმივია და სულ ჩანთით რომ დავწივად ასაცმელები და ასე შემდეგ რა ვიცი ეს ამას მივეჯვეს რა ჩემი ცხოვრება სხვანაირი არც ვიცი როგორი არის იყო პერიოდი რომ არაფერს არ ვაკეთებდი და მართლა ცოტა აი როდის იყო პერიოდი იყო ცოტა რაღაც ბანჯარაში ყურებაში შეიძლება გასულიყო დღეები და ანუ სად ვიყავი არ ვიცი. მაგის გეშინია? რა თქმა უნდა, ძალიან მეშინია მაგის.
კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხო დგება რაღაც მე დროს. გამოვიარე ეგ. ვიცი რომ შენ გამოიარე და ჩვენმა საყვარელმა ადამიანებაც რომ გამოიერეს, ვიცი და მე საშინლად მეშინია მაგ მომენტის, იმიტომ რომ არ ვიცი რამდენად გავუმკლავდები მე ემოციურად. ძალიან რთულია. ესეთი სავსე, ესეთი ძალიან ესეთი ხარჯიანი, ფიზიკური ხარჯით თან საყვარელი პროფესია რომ უნდა დაკარგო, არ ვიცი ხა. რა თქმა უნდა, ყველა ადრე თუ გვიან ამას გაივლის და გადახარშავს, მაგრამ ნუ სანამ შემილია ხო ხედავ რომ რა დღეშიც ვარ. კი, ვხედავ. ეხლა მოყევი ივნისი, აი ბოლო თვის შენი ერთი დღის განრიგი როგორია? ივნისის? ხო, ეხლა პერიოდში რა. რეალურად რა ხდება? იმის გარდა რომ დავუშვათ ტელევიზიაში მუშაობ და იმის გარდა რომ ეს ინფლუენსინგიც რაღაცაერთ მეორე სამსახური მაქვს, ასევე ბენდი გვაქვს მე და არჩილს და ის კიდე მესამე სამსახურია. ამ ბენდს კიდე გარდა იმისა რომ დავუშვათ უშუალოდ კონცერტია, რეპეტიციები უნდა საკმაოდ ინტენსიური, მინიმუმ 2 საათიანი. არა, ყოველ გააჩნია თუ ვემზადებით მალევე არის კონცერტი, შეიძლება მალევე მივაყოლოთ, იმიტომ რომ ბევრი მუსიკოსია და ყველას უნდა ეცალოს ესე ცალკე მენეჯმენტისთვის საკმაოდ დიდი თავსატეხია. აქედან გამომდინარე, რა ვიცი, როგორ გითხრა, შეიძლება არ ვამბობ საერთოდაც კარგ რაღაცას, მაგრამ ერთი წელია ჩემი შვილი არ ყოფილა აქ და ჩამოვიდა და სადღაც 10 დღე, ერთი კვირა აქ არის. ალბათ ჯამში სულ 1-2 საათი მყავს ნანახი. გარდა იმისა, რომ დავუშვათ მე რომ მივდივარ ის არ არის, ის რო არის მე არა ვარ. და ასე შემდეგ. ანუ აქედან გამომდინარე, რა ვიცი, დილას რო გამოვალ, ყოველთვის 6-ზე და 7 საათზე არ გამოდივარ დილას თავისთავად, მაგრამ ძალიან ხშირად შევდივარ გვიან ღამე, იმიტომ რომ ან გადაცემა იწერება, გადაცემები, ან რაღაც ღონისძიება მიმყავს, ან ღონისძიებაზე მღერი და მე დილას ისევ გამოვდივარ და აქედან გამომდინარე, საკმაოდ ხა ცალ-ცალკე არ ჩამოვთვლი. ვისაც გაინტერესებს ჩემი ვლოგები, შეგიძლიათ იხილოთ. შეგიძლიათ. თუ არა და ხო, სხვათა შორის ეს რაღაც რო დავიწყე, სულ არ მქონდა იმის ისე, რომ ნახეთ რა რთულია ჩვენი პროფესია, ეს საერთოდ არ მქონებოდ. მე თვითონაც რო უყურებდი, მივხვდი რომ კარგი გამოვიდა, რომ ეს მხარევა ნახებდი, რომ რაც ჩანს ეკრანზე ჭყვიალა რაღაცა უცებ 1 საათიანი რაღაც პროდუქტი, ძალიან დიდ რაღაცებს მოითხოვს იმის იქით კიდე და ამიტომ ვინცაც ეს ბექსტეიჯი ყოველთვის საინტერესოა. თქვენ რა გენაყლებათ ლამაზების ხედხართ და მიყავთ და მხიარულობთ. ძალიან ხშირად უთქვამთ ეს. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ასე გამოიყურება ალბათ საბოლოო პროდუქტი და ეს ძალიან ბევრს მოითხოვს იქამდე, რომ შენ ესა ლამაზად ლაღა ჩამოშდე და რაღაცა კარგი ენერგია გაუზიარო შენს მაყურებელს. და ანდრო რო გემრიელად ვერ ნახე, მაგას განიცდი? ალბათ. იცი რა, მე ბევრი ხანია უკვე მივეჩვიე და ფსიქოლოგებმაც ვასწავლეს ჩვენ გვაცა, რომ არ არის აუცილებელი მთელი დღეები ატარო შვილებთან. შეიძლება სულაც არ იყოს ისეთი პროდუქტული, როგორც რაღაც ის ერთი გულითადი აწუთიანი საუბარი შეიძლება იყოს. ხო და ამას ყოველთვის ვახერხებ ხო. ყოველ შემთხვევაში მე ესე გონია, ასე მჯერა და ეხლა დავუშვათ თუ ერთად პადელი ვერ ვითამაშეთ, ან რო ჩამოვიდა დე წამოყავა დავლიოთ, მე მივთხრი მე მანქანაში ვსო, თუ ჩამიჯდები და გამოვყვები, კი მანდ რომ დავლიოთ ყავა. მე მეორე დღეს კიდე რაღაც შემომთავაზა და რომ მივხვდა რომ ვერ გავყევი, მე დანებდა. ხო და აქედან გამომდინარე მივხვდი რომ აი 10 წუთი არის, ან 20 წუთი ჩემი რაღაც შველა და შვება, რომელიც მაგზნობინებს თავს, რომ მე ისევ ჩემ შვილებთან რაღაც კონტაქტზე ვარ, მჭიდროდ და ეხლა თან ანდროს თვალი დანახული მე დედა მიყურა ეს დღეები, მაინც არის 10 წუთი რასაც ჩავიდა. დედო, ძალიან ბევრს ნერვიულობ, მითხრა, ანუ ძალიან ბევრს განიცდი რაღაცა ამბებს, ბავშვებისას. რაღაც მე ვიფიქრე, რომ მაინც უცხო თვალით დანახული, საკუთარი ოჯახის წევრისგან მიღებული ეს შენიშნა მენიშნა. მენიშნა, რომ ალბათ უკვე დიდები არიან და რაღაცნაირად უნდათ რომ ზედმეტი ჩემი რაღაც იფრთხილების და ფაციბუდების და რაღაც დარიგებების და რაღაცების გარეშე იყვნენ და რო ჩამოვიდა, რა თქმა უნდა, დავიწყო რომ ეს ესე არა და აბა აი როგორც ხდება ხო. დაღალე საკუთარი თავი? კი, დავღალე სხვებს ბავშვები როგორც ჩანს. ხო, სხვა შორის ეს მშობლური შფოთვებიც გვაქვს ერთად გავლილი და
ეგრო ვიცი, მაგიტო ძალიან კარგად ხვდები. იმიტომ კი არა რომ რაღაცა ბევრს მუშაობს და დროს ვერ ატარებს შვილებთან. უბრალოდ ძალიან ბევრი რაღაცა არის, რაზეც ვშფოთავთ. და ამ ბევრი რაღაციდან რეალურად საშფოთი არის ორი რაღაცა, ან ერთი შეიძლება. მაგრამ თითქოს გვაქვს ეგეთი წარმოდგენა, რომ ჩვენ რო არ ვიყოთ ანუ 100%-ით ჩამოიქცევა ქვეყანა. ალბათ ეს კომპენსაციის ამბავია. ალბათ ხო, გინდა რომ ყველაფერში იყო ძალიან ესეთი, რომ აქ შენ მგონია რომ მე ახლა რაღაც ძალიან აქტიური სხვა რაღაცა შრომელი ადამიანი რომ მე არა ვარ აქ, ყოველთვის აქ ვარ. ამის კომპენსაცია ალბათ ეს. ხო, და არ გონია რომ დათურს სამსახურს უწევთ ზოგჯერ. აი ეხა ანდრო გასაგებია, დასრულია, ცხოვრობს საზღვარგარეთ, მუშაობს, აქვს წარმატებული კარიერა და თავისთავად ცხადია ის დამოუკიდებელი პიროვნება, მაგრამ აი როდის ახერხებ, რომ აი ეგ დამოუკიდებლობა მისცე? აი ჩვენ რო იმას ვეძახით ჭიპლარის გადაჭრას. მაგას როგორ გითხრა, ანუ კარგა ხანია ეს მუშაობა უკვე ჩემს მეორე და მესამე ბავშვთან მაქვს დაწყებული. იმიტომ რომ მათ იციან რომ ჩემთვის შრომელი ადამიანი არის უძვირფასესი ადამიანი თვითონაც ხო ხედავენ დავუშვათ მე როგორ შრომობ ამიტომ სხვის შრომასაც ძალიან ვაფასებ და ფასვადებ ასე ვთქვა და მათაც უვეუბნები რომ შრომა და დამოუკიდებლობა ეს უკვე შენ თვითონ უნდა გვამოდი ესე შენ მოაგვარე თუ რაღაცა აგერვარ მაგრამ შენ ანუ სულ ვცდილობ რომ გააზრებულად ეს ჭიპლარი მით უმეტეს ახლა ძალიან დიდ ასაკში რო ჩავჭრო მეც გამიჭირდება და აი როგორც კი ვატყობ რომ არის იმის უნარი ჩნდება რომ ნელ-ნელა დამოუკიდებლად რაღაცები გააკეთოს ჩემი დიდი ფოტოების შიშების რეკვების ტელეფონზე მოწვე რაღაც ხო იცი აბა ლოკაცია მივიდა არ მოვიდა რაღაცეების მიუხედავად ძალიან თამაშობ რომ ყველაფერი რიგზია და რომ შეძლონეს რომ ეს დამოუკიდებლობა გაუჩნდეთ. არ ვიცი ხა რამდენად ახლა სქესიც განაპირობებს, მით უმეტეს მამრობითი სქესის ადამიანები არიან და ძალიან მინდა რომ მალევე იქნონ ეს საკუთარი დამოუკიდებლობის ბედნიერება მათ შორის და გოგონასთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად, მაგრამ ეს რაღაცა შეიძლება მომდევნო ასაკშიც უკვე საკუთარ თავს და ძალებს რომ დაიჯერებს. აი, ვიცი გქონი რომ მალევე უნდა მიეცეს ამის საშუალება, ოღონ მისი რესურსიდან გამომდინარე. ახლა სამი შვილი მყავს და ყველა სხვადასხვა დროს შევატყვი ამის უნარი, ასე ვთქვა და ამას სულ ვცდილობ. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი ეს დამოუკიდებლობის მიცემა. ეხლა ნახე, ერთი რას ვამბობ, მეორე რას ვაკეთებ მათი გადმოსახედიდან, არ ვიცი, მაგრამ როგორ ფიქრობ, აი, იმათი გადმოსახედიდან როგორი ხარ? აი ამ ხრივ. ესე იგი, ჩემი უმცროსი შვილი წავიდა ცურვაზე. მარტო პირველად. და რო ვიცოდი რომ ამ დამდროს უნდა შესულიყო და უკვე ტელეფონი აღარ ექნებოდა რომ მივხვდარიყავი როგორ მივიდა უკვე აღარ პასუხობდა ტელეფონს. რო აღარ პასუხობდა ტელეფონს ახლა დავიწყე ძიება, დავრეკე სკოლიდან რომელზე გამოვიდა. ეს გავარკვიე, შემდეგ დავრეკე თვითონ ამ დაწესებულებაში არავინ არ პასუხობდა. მე გავიგე მენეჯერის ტელეფონი, იმიტომ რომ არავინ არ მიპასუხა ტელეფონს, ის შევჩრე მოთხა თქვენ საჯარო ტელეფონს არავინ არ პასუხობს თქო. ამ მენეჯერს გამოვართ მწვრთნელის ტელეფონის ნომერი. ბოლოს პატრონში შეიხედეთ, ცურავს თუ არა ბავშვი. აუში. და შეიხედეს. და ბოლოს რო დაზვერა და რაღაცა გამოვიდა ბავშვი ხასეთ, რაღაცა მე ვთხარი იცი მე რომ ეს შევეშინდა თუ რაღაც რო არ ვიცოდი როგორ მიხვდეს, მე ვთხარი მე დავრეკეთ, ვიციო მითხეს რომ ანუ ყველა გზიდან დავრეკე რომ თან არ ვიყავი თბილისში თორე ხო წარმოგიდგენია რომ იქვე ვიდგებოდი ხო ბრუნდებოდი აჭარიდან და შესაბამისად გზაში გზიდან ვაკეთებდი ამ ყველაფერს და ნუ სანამ არ გავიგე რომ ბავშვი მივიდა და აუზში იმყოფებოდა რა თქმა უნდა იქ ვერაფერს სხვას ვერ გავაკეთებდი და ვერ ანუ ასეთი დონის დამოუკიდებლობას ვარჩი თან უნდა ვიცოდე რომ უსაფრთხოდ არის ნუ ეს ახლა ყოველშობლისთვის მნიშვნელოვანია და თან როცა ხარ პირველად ნაბიჯებს გავს მით უმეტეს ხო და ეხლა სანი არის 12 წლის
კი 12-ის არის უმცროსი. მინდა რომ ანდროს დავუბრუნდე და რადგან ყოველთვის ასაჯაროებ მის წარმატებებს და თან ბევრად ჩემ თავზე ბევრად უფრო ნაკლებად ვიდრე ეს ამბები იმსახურებს, ამიტომ მინდა რომ მომიყვე თან როგორც ვიცი ხარ რაღაც გაბრაზდება, არ შემითანხმებია ეს. არა, რატო უნდა გაბრაზდეს? სხვა ცვლილებებია მასთან. მოვყვეთ რომ ანდრო არის წვნელი კალათბურთის და უკვე მეორედ გაჩემპიონდა მისი გუნდი. კი, მისი გუნდი გახდა მეორედ, ანუ ანდრო იყო ლიეტუვაში 4 წელი იყო ჟალგირისის გუნდის წვრთნელი. უბრალოდ ვინც იცის კალათბურთი, მან იცის ჟალგირისი თავის საოცარი საკულტო საკალათბურთო ისტორიით და ზოგადად სულ სხვა სიმაღლეზე ხა იქ მიუხედავად იმისა რომ კალათბურთი ჩემი ბავშვობიდან რაღაცა დომინანტური სპორტია. რა ვიცი, მამა ჩემი ძმა და კალათბურთის იქით საერთოდ სხვა სპორტი ჩემთვის არც იყო ინტერესის საგანი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ახალ სიმაღლეზე დავინახე რა შეიძლება იყოს ესეც საერთაშორისო კალათბურთი და გულშემატკივრობა. აი რაღაცა საოცარი დღესასწაულების შეგრძნება შევძელი, რამდენჯერაც მოვახერხე, რომ ჩავსულიყავი იქ და მოკლედ აი ამ ძალიან დიდი ტრადიციის ნაწილი გახდა ანდრო თავისი 4 წლის კარიერის პროცესში, ანუ 4 წელი იმ გუნდში გაატარა და სხვათა შორის ეხლა დაიდო პოსტი, რომ მოკლედ ერთმანეთს დაემშვიდობდნენ ანდრო და ჟალგირისი და ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, იმიტომ რომ რაღაცა სახლივით იყო მისთვის, მე ძალიან სიმშვიდეს ვხსოვდი, იმიტომ რომ ხედავდი როგორ უყვარდათ, როგორ აფასებდნენ, როგორ რაღაცნაირად მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და ნუ ეს ეხლა ჩემთვის როგორ მშობლისთვის იყო ალბათ ყველაზე დიდი რაღაცა სიმშვიდის ბედნიერების და რაღაცას ესეთი როგორ თქვა, მართლა ნერვიულობა საერთოდ ჩახსნილი მქონდა, რომ ის რაღაც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და ამდენი ხანი იქ არის. ხო და რასაპირებს? შეიცვალა ქვეყანა, შეიცვალა გუნდი. ახალი გამოწვევები, მან მითხრა, რომ იცი რა არის ხა რაღაც ასაკში გინდა სტაბილურობა, რომ ის სტაბილურად რაღაცა უკვე სადღაც მოხვედი, ხო, რაღაც წერტილში და გინდა რომ ის სტაბილურად გაგრძელდეს შენი კარიერა, შენი ცხოვრება. და ის საკმაოდ ახალგაზრდაა ჯერ თავისი პროფესიისთვის და მითხრა რომ რაღაც ახალი გამოწვევა მჭირდება რომ განვითარდე კიდე რაღაც ახალი ენერგია, ახალი გუნდი, ახალი ქვეყანა, ახალი რაღაცა თავსატეხები და კი თავიდან ისე ვიყავი რომ დარწმუნებული ხარ რომ სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ალბათ აქაც უნდა ითქვას, რომ მეთქი შენ დარწმუნებული ვარ, რომ იცი რასაც აკეთებ, შენ თვითონ უფრო კარგად ერკვევი, რა გინდა და რა გჭირდება და მეთქი როგორც გადაწყვეტ, ჩვენ დაგიდგებით გვერდში რა თქმა უნდა და მოკლედ იყო რაღაც ორჭოფობა, მაგრამ საბოლოო ჯამში მიიღო ეს გადაწყვეტილება და წამოვიდა იქიდან და წავიდა საბერძნეთში. ახლა საბერძნეთში გააგრძელებს მოღვაწეობას და დიდი იმედი მაქვს. სხვათა შორის ჩასასვლად ბევრად უფრო ადვილია, ბევრად უფრო მეტი მზია, იმიტომ რომ იქ იყო ძალიან სიცივე, ძალიან სიბნელე იყო, თითქმის 2 საათი იყო დღის შუქი და საკმაოდ რთულია ცხოვრება საქართველოს მერე ესეთ სხვანაირი კლიმატის ქვეყანაში. და ეხლა უკვე საბერძნეთში მივდივარ. კი, საბერძნეთში მივდივარ, მართლა როცა გინდა, ბევრად უფრო ადვილი მისასვლელია და კი გვაქვს უკვე ვინც დაგვხდება იმის მისამართი. კი, იცი სულ და თამაში, ხა არ ვიცი აქ როგორი თამაშები იქნება, მაგრამ იქ იყო ცალკე მოვლენა გუნდის თამაში დასწრება. რა ვიცი, ძალიან მაგარ სუპერ კონცერტს არ ჩამოუვარდება, ემოციით და ენერგიით, რომ მეტიც იყოს. ჩემთვის შვილის სპორტული ცხოვრება არის ძალიან ისეთი ორგანული, ახლობელი და მე ვიცი რომ ანდროც თამაშობდა, ანუ მოედნის მოედანზე იყო, ასე ვთქვათ და რაღაცნაირად ესე მახსოვს რომ თქვენი გადასახედიდან ესე უნდა გაგრძელებულიყო, ვთქვათ, მისი კარიერაც, ხო? ანუ და მე მგონი თვითონაც რაღაცა ამ გზით წავიდა, იმიტომ რომ ვიცი რომ ამერიკაშიც იყო და იქაც უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა, ხო? რამდენად სწორად მახსოვს. ბადო მაშინ სკოლის გუნდში თამაშობდა. სკოლის ბოდიში, მაღალ კლასში. ხო და აი
მაშინ იყო ეს რაღაცნაირი ცვლილება და გულის წყვეტა, იმიტომ რომ მოდი ვთქვათ რომ შეიცვალა რაღაცა მშობელს უნდა რომ აი სამქულიას რომ ჩააგდებს, აი იქ ის და აი მეც ის მაქრო აი ჩემი შვილი მოედანზე თუ რაღაცა და რაღაცნაირად რა აი პიედესტალზე სხვა მხარეს და აი ეს კარიერა რომელიც შექმნა და რომელმაც რეალურად გააბედნიერა და უფრო მეტი შეაძლებინა ხო ჩვენ მაგას ხო რაღაცნაირად ვერ აღვიქვავთ წინასწარ ხო ძალიან რთულია რომ მივხვდე ხარ უკეთესი ძალიან რთული პროფესია საქმიანობაა ეს თან მალევე რომ მივხვდე ხარ უკეთესი სხვათა შორის სულ ანდროს იცი რა ანდრო იყო ის ადამიანი ვინც მეუბნება რა უნდაო შენს ისაო შენ სამსახური რა ადვილიაო სულ მეუბნებოდა ხოლმე და მე აი პატარა იყო იქით მოყოლებული სულ ეუბნებოდი რომ ანდრო დე შენ უნდა იპოვო ისეთი საქმიანობა რომელიც იქნება ისეთივე ადვილი შენთვის გულისხმობდი იმდენად გიყვარს რომ ისეთი გეადვილება როგორც მე ჩემი საქმიანობა თქო და მე მგონი მივიდა იქ სადაც უნდა და მიუხედავად იმისა რომ მე არ ვიცოდი ახლა სპორტსმენის კარიერა და მწვრთნელის კარიერა თურმე ძალიან დიდ სხვაობას გულისხმობს იმიტომ რომ სპორტსმენის რესურსი მეგონა სპორტსმენი ფიზიკური ამდენი რაღაცა შრომა, ამდენი რაღაც ვარჯიში, ამდენი თამაში, ასე შემდეგ ემოცია და ასე შემდეგ. ამას ასაც ხედავდით, ეგ იყო და მწვრთნელის საქმიანობას ვერ ვხედავთ პრინციპში ჩვენ ადამიანები. ხო, უბრალოდ ვიცით რომ კაი მწვრთნელია, ან არ არის კაი მწვრთნელი და ამ მარტივ მოიგებს და მაგარი მწვრთნელია და წააგებს და ჩვენ ძალიან მარტივად გადავდივართ, ასე ვთქვათ, გამარჯვებული გვიყვარს. ხა აქედან დაინახე, როგორი ხო, ხა აქედან დავინახე და მივხვდი, რომ მწვრთნელი საქმიანობა არის 24 საათიანი საქმიანობა. აი, დავუშვათ სპორტსმენი რომ დაასრულებს ვარჯიშს ან დაასრულებს თავის თამაშს, მე აქ თავისი დრო, თავისი რაღაცა და ეს მწვრთნელობა თურმე მოიაზრებს თამაშამდე, მთელ გარჩევებს, შესწავლას, მეტოქის გუნდის, მათი სისუსტეების, მათი სიძლიერების, ამის ესე ვთქვათ, გაშიფრვას, შემდეგ დამუშავებას. მე გუნდთან მოტანას, აქ ცალკე სამუშაოა რა თქმა უნდა გუნდის მომზადება ფიზიკური, მენტალური თუ ასე შემდეგ ან ყველაფერს მოიცავს. პლუს ამ თამაშის ესე ვთქვათ შესწავლა და მომზადება ამ კონკრეტული ერთი თამაშის და შემდეგ კიდე გარჩევა რა იყო სწორი, რა იყო არასწორი და ესე დაუსრულებად. ანუ სპორტსმენს რო ძინავს, ესენი კიდე რაღაცას არჩევენ და მუშაობენ და რომ მივხვდი ბევრად მეტი შრომა იყო, არა და ჩემთვის როგორც დედისთვის ვფიქრობდი, რომ აი სპორტსმენი მაინც ტრავმა, ფიზიკური რამდენი ტკივილია და რაღაცა და ეს უფრო რაღაცნაირი ამ თვალსაზრისით დაზღვეულია, რომ აი ტრავმა და რაღაცა როგორც სპორტსმენში რება კონდეს და მოულოდნელად რაღაცა ის შემოტრიალება იყოს კარიერის, ამ შემთხვევაში არ არის თქო, მაგრამ სამაგიეროდ აქ სხვა სირთულეები აღმოჩნდა და ბევრად მეტი რესურსი ჭირდება ენერგიის, ფიზიკის და გონების მწვრთნელს. თურმე მაპატია მწვრთნელებო, ახლა რო ჩავიხედე ამ სფეროში, ახლა მივხვდი რა რთული ყოფილი. იცი რა მაინტერესებს? აი ასეთი დიდი გადაწყვეტილებების თუ ასეთი რაღაცების ლოჯისტიკის მენეჯმენტის ნაწილში, როგორ ხართ შენ და შენი მეუღლე? აი როგორ გაქვთ ეს გადანაწილებული და რამდენად იცი რა კითხვა მაქვს ჩვენთან ხო საქართველოს ახალ გენდერული როლები ეგრე არის გაყოფილი რომ აი ბავშვის რაღაცა სპორტზე თუ დადის მამა მიხედავს აქეთ ეს საკითხები დედას აქვს ჩაბარებული და ასე შემდეგ რა აი როგორ ახერხებთ აი ეგეთი შვილებთან დაკავშირებული დიდი გადაწყვეტილებების ერთად მიღებას შენ და დათო ამ შემთხვევაში ჩვენ გქონდა დიდი ისინი რაღაცა ჭიდაობები მე და ჩემი მეუღლეს იმიტომ რომ მე მეგონა რომ ესე მას ეგონა რომ ისე იმისთვის ეს უფრო ჯობია ის უფრო ჯობია ერთი ესეთი როგორ თქვა აი ყველაზე დიდი ასთა სხვადასხვაობა ქონდა ალბათ ამ თემასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ეხა შენი საქმე შენია შეიძლება რაღაცა ან გამოყვეს ან არ გამოყვეს შენი პარტნიორი რაღაც თემასთან დაკავშირებით, მაგრამ შვილი ისეთი საქმეა, რომელიც არის არ ვიცი, ყველა ნაბიჯი მისთვის არის მისი მომავლის რაღაცნაირი გარანტი, ხო? ან ცუდი, ან კარგი. ამიტომ შენი მეუღლის მოსაზრება იყო, რომ მოედანზე ყოფილიყო? არა, კონკრეტული რაღაც არა, მაგალითად აი სწავლასთან დაკავშირებით, აი სად ისწავლიდან, როგორ ისწავლიდან, რაღაც აი ესეთი გადაწყვეტილებები, რომ ის რაღაცას მე სხვა რაღაცისკენ მაგრამ ესე ცოტა უფრო დიდ სურათში რო ავიღოთ,
მე მაქვს ჩაბარებული ჩემი შვილების ემოციური მხარე ასე თუ განვიხილავთ, ანუ მათ ემოციებზე და მგონია რაღაცა არხში შეღწევა ჩემი შვილების არ შეიძლება უჭირდეთ, ან არ შეიძლება ულხინდეთ, ეს მგონია რა ესე გამოვიდა დაალაგებული ესე გვაქვს ჩემი ნაწილია და უკვე რაღაც ისეთი გადაწყვეტილებები ძალიან კონკრეტული რაღაც არის რა შეიძლება იყოს, აი რაღაც ესეთი ის არის და როგორ ფიქრობ შენ რა ჯობია რომ გავაკეთო, შეიძლება ამაში მე არ ჩავერთო, იმიტომ რომ ძალიან კარგი მრჩეველი მამა ყავს ჩემ შვილებს და ამიტომ მის ჩემებით მეც კი ძალიან ბევრი სიკეთე მიმიღია ჩემი მეუღლის ჩემებით. ამიტომ ამას ნამდვილად ვენდობ, უბრალოდ ეს ემოციური ნაწილი მგონია რომ რაღაცა ხო და მე ხა მის შეუძლია რა. ყველაზე რთული აი ეგ არ არის მშობლობაში. მე ჩემი გამოცდილებით ძალიან ბევრჯერ აი მართლაც რემლები მომდგომია, იცი რისგან რომ აი მე რომ ვუზივარ ჩემ შვილს, ან რომ დავინახავ მის თვალებში რაღაცას და ანუ აი ამ თელ მას რომ ავაგებ რა ხა ამას ესე დაველაპარაკები, მე არ ამ დროს შეურჩევ, მე ის რას მეტყვის გააჩნია, მე ასე მოვიქცევი, ანუ აი ის რომ ჩვენი შვილები იყვნენ ემოციურად კომფორტულად აი ამის ერთი ადამიანისთვის თავის თავზე აღება ძალიან დიდი ტვირთია მე რომ მკითხო. ანუ სულ მაქვს ხოლმე მოთხოვნილება რომ აი გაიზიაროს მამამაც და ყველამ რა დანარჩენმა ასე ვთქვათ ოჯახის წევრებმაც. იმიტომ რომ ყველაზე რთული ეგ არის. ჩემი ყველაზე მეტი რესურსი მანდ მიდის რომ აი რამე ხო არ ეწყინა აბა მეგობრებთან ურთიერთობაში როგორ აბა სკოლაში რა ხდება აბა ის განა იმას ვაბობ რომ ჩვენთან მამა არ არის ჩართული და არ აინტერესებს მაგრამ აი რაღაცა მობარებულია რა ეგ საკითხი რომ მოაგვარებს თიკა და მოაგვარებს გვანცა და გაივლის ეს და მე ყველაფერი კარგად იქნება. არ ვიცი, ცირა ერთი ჩვენი ემოციები რო შენ იმიტომ ტირი ვარ მე მგონი გიჟები დაწყებული არ იყო გადაცემა რომ აი მარტო აი სულ მეწოდება ხოლმე ზოგჯერ ჩვენი თავი, მეწოდება ხოლმე ჩვენი თავი. მე არ მეწოდება ხოლმე ჩვენი თავი, რა ვიცი, აი არ ვიცი ეგეთი ის მაგა არ მეწოდება, მგონი რაც ჩემი გასაკეთებელია, მე უნდა გავაკეთო და რა ვქნა. სხვა არავინ არ გააკეთებს. ძალიან ისეთი ნიშანდობლივი ისტორია არის იმაზე თუ რანაირი მხარდამჭერი ქმარიც ყავს და საერთოდ შენი რანაირი გულშემატკივარიც არის და რა შეუძლია გააკეთოს შენთვის, შენი გეგმებისთვის, შენი პროფესიისთვის და ეხლა მოყევი ეგ ისტორია, როცა კრიტიკული მომენტი იყო ბავშვთან დაკავშირებით, როცა უკვინა ძაღლმა და შენ რო შუა სცენაზე იდექი. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ვითარდებოდა მოვლენები, მეცვა დიდი თეთრი კაბა იატაკამდე არის თინაობა 12 იანვარია და ნუ აი ცოცხალი რაღაც სატელევიზიო ეთერი მიმყავს და ნუ აი ჩვეულებრივ როგორც ხდება დიდი ენერგიით და დიდი მითი ვარ რაღაცა მიჭირავს მთელი ეთერი და დარბაზი და მოკეთ საკმაოდ გრძელი ეთერი იყო, იმიტომ რომ რაღაც არ ვიცი 3 საათზე მეთხანს გრძელდებოდა, 10-ზე რო დაიწყო, სადღაც პირველი იყო დამთავრებული, რომ დასრულდა ეს ეთერი და ნუ როგორც წესი, მე როცა მუშაობ, ჩემი მეუღლესთან არიან ჩემი შვილები და კი ვიცოდი რომ ჩემი შვილი სტუმრად იყო წასული ერთ-ერთი და აქედან მაკონტროლებდი, რა თქმა უნდა, კულისებიდან რაშვებით რაღაცა ისე და მოვა და წაიყვანს და ასე შემდეგ და მოკეთ დასრულდა ეს ღონისძიება, რომ გამოვედი კულისებში დამხვდა დათო და დათო საერთოდ არ უყვარს მე რაღაცებს რო ყვები, მასე კი და ფოტოს არ მიჩვენები არავისთვის და ეხა მოკეთ სულ ტყუილად მინდა გითხრათ. ხო, არა, უბრალოდ ალბათ მართლა ხალხმა ამ ისტორიით აღიწერება დათო როგორც პიროვნება და როგორც მხარდამჭერი, რომელიც მაძლებინებს იმას, რომ მე ასეთი დაკავებული ვიყო. ესე იგი, გამოვედი და ხვდება დათო და კი გამიკვირდა რომ მეთქი დათო შენ აქ რა გინდა თქო, მივხვდი რომ რაღაცა არის აბა ბავშვებისად არიან მაშინ თუ დათო აქ. აიმე გაკრა რო ისო მოვედი მოგაკითხე. ცუდ მაზმა გაკრა. ხო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხა 2 წუთებია დათო რატომ მოვიდა ბავშვებს ძინოს მარტო დათო, აი ხო და რო შევედი საურა ქვიაო, მოკეთ ესეო ძაღლმა უკბინაო ბავშვსო და ფიქრობ ხო ძაღლმა თუ უკბინა ბავშვთან რატო არ არის და აქ რატო არის და ისეო არაო რაღაცა ისე წუჩი და რაღაცაო და მეთქი სად უკბინა და ისო უკვე თავზე უკბინა ძაღლმაო და
თან აი ამას მაწვდის, თვითონ აი ძალიან მარტივი რაღაცა არის და მეთქი ეხა სად არის ბავშვი მეთქი და საავადმყოფოში არის და მომედი რომ წაგიყვანაო საავადმყოფოშიო და თან ვერ საავადმყოფოში ნუ რაღაცა არ ვიცი. მოკეთ საოპერაციოა და ველოდებოდიო შენ რომ დაასრულებდი ეთერსო რომ ანუ შენს გწოდნოდაო და შენი ასე ვთქვათ ნებართვაც გქონოდაო რომ მოკლედ საოპერაციო ბავშვიო და იქ ანესთეზიო იქისა ესაო და მოკლედო უნდა წავიდეთ იქო. მე ამ შენი თეთრი გზელი კაბით ვждები მანქანაში რა თქმა უნდა გიჟგავარ, იმიტომ რომ ვერ მივხვდი ღამე უკვე ვრეკავ პლასტიკურ ქირურგებთან ღამის 2 საათზე, ვისაც ვიცნობდი რომ მიშველეთ, იმიტომ რომ მივხვდი რომ რაღაცა სახესთან არის და თავთან კავშირში და ვიფიქრე რომ ალბათ პლასტიკური ჭირდება ქირურგი. მოკეთ ბავშვი ვისთან არის? ბავშვი ჩემს მეგობარ ლიკასთან იყო, ნათლიასთან დატოვა და გამოიქცა და რომ მივედი და ეს ბავშვი გადაბინტული დამხვდა და ანუ ყველა მელოდება ექიმიან იმიანან რომ მე მივიდე და თქვა რომ გავუკეთეთ ოპერაციაზე და რომ შევქანდი და ბავშვიც დამხვდა ესე გადაბინტული და რო ისე და რო ჩავეხუტე და რო ესე რაღაცნაირად რო არ ვიცი ჩავეკონე აღარც მახსოვს რა ხდებოდა და თვითონ ბავშვი მებოდიშებოდა და მეთქი დედა რა შენ რატომ მებოდიშებ მე რო განერვიულიო ბოდიშიო მოკლედ და ხო და მოკლედ მე დამკითხეს ნუ ხა ექიმება რო ანუ არის თუ არა ალერგიული იმაზე ალბათ ამისთვის მელოდებოდნენ საბოლოო ჯამში რომ ეს ანამნეზია ეკრიფოთ რომ პირველად მიდიოდა ანესთეზიაზე არ ქონა მანამდე გაკეთებული მოკლედ ხანსაკმაოდ ხანგრძლივი და ბევრი ნაკერის დადება დაჭირდა მაგრამ ამ ფაქტმა რომ მე რო ყოფილიყავი დათოს გამოვიყვანდი კი არა და საერთოდ პირველივე წამიდან ავაფეთქებდი რომ რაც ნიშნავს ჩემს გვერდით რო არ ხარ ამ წამს ეგეთი სიტუაცია რომ აქ და ესეთი სირთულე გადაწყვეტილების მიღებიდან დაწყებული ზოგადი ხა როცა რაღაცა ხდება ბავშვს დედა უნდა ყავდეს იქ ხო ფაქტია და ხო და ასე სანამ დასრულდა ეს ეთერი არც კი გამაგებინა რომ მე ხელი არ შემშლო ცუდი სიტყვა ხელი არ შემშლო და ანუ როგორ არ დამყობოდა ხო შეგძლებოდა შენი ხო ფაქტია რომ მე უცებ იქიდან გავქრებოდი და ანუ ესეც მიმოყვანეს რამხელა ამას რამხელა არ ვიცი შეგნებაც არ ქვია რამხელა ძალა უნდა რომ ეს შენ თავზე აიღო ამხელა რაღაცა რომ ასე ხელი შეუწყო სხვასაც და თან რაღაცა უსაფრთხოება შეუქმნა შენ შულს და ხო არა მართლა აი სულ მაგას ვფიქრობდი ხოლმე ხა მე სანამ გაგიცნობდი მანამდეც ყოველთვის ეს დათოს ანუ შენი მეუღლის თემა იყო სულ ცალკე ძალიან დაფარული და ხა მასაც არ უყვარს ცხადია და მას არ უყვარს ხო ეს რაღაცა თქვენი პირადი ამბები ყოველთვის იყო ისე რა და რაც უფრო დაფარულია ხო იცი ყველას აინტერესებს და ნუ ყოველს მედიაც რა თქმა უნდა ნადირობს ფოტოებზე თუ ვიდეოებზე. ეს ისტორია გახდება ეხა საჯარო, კი არა და დაიბეჭდება. დაიბეჭდოს მე რატო არ უნდა დაიბეჭდოს? მაშინ დათოს ფოტოს გარეშე გთხოვთ. ვერიტანს ფოტოების გასაჩარო. ხო და ეხა რაღაცა მინდა რომ თქვა. თქვენ კი არა, ვინცაც მიაქვს ხოლმე მე, ვისაც მიაქვს იმათვე უნებ. თქვენ გახო მიაქვთ რაღაც ის პოსტები. ჩვენ ფოტოებს არ ვაქვეყნებთ. არა, ვიტყვი რო არისავთ ვიცი. მე იმათ ვთხოვე უკვე წინ წავიგდესა. კარგი. და ხო, მოკეთ რაღაცის თქმა მინდა. ხო. დათო რო გავიცანი მე. მინდოდა რომ ყველას გაეცნო. დედას გეფიცები თუ ვიტყუებოდა, აი მინდოდა რომ ხალხო ნახეთ თიკას რა მაგარი ქმარი ყავს. აი ეს მქონდა შინაგანად და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ეხა რაღაცა ძალიან დიდი მადლობა და მართლა ეგრე არის, იმიტომ რომ ეს არის იშვიათი ურთიერთობა და იშვიათი ადამიანი, რომელსაც ასეთი უპირობო და 100%-იანი მხარდაჭერა და მარტო მხარდაჭერა არა. ანუ შენი კარიერული წინსვლის აბსოლუტური მენტორი და შემოქმედია, თამამად შემიძლია ვთქვა და კი, იმიტომ რომ კი თვითონ ფიქრობ და ყველაფერზე ფიქრობ. რა ჩავიცვა ფეხსაც მიდან დაწყებული, ახლა ეს აბა ეს აყურე და ის რო ისა და აბა შე როგორ ფიქრობ და ყველაფერზე დათო ჯართმული არა ხო გაპროდიუსირებ და და ჩემ შვილებს შემირჩევა ეგეთი მამა რო ყავთ. პირველ რიგში რა მამა ურჩიე ჩემ შვილებს. პროსტად ხედავთ. ვინ რა მამა კომენტარებში რა მამა ურჩია.
მართლა ეგრე. ხო და თქვენ უკვე ყავდათ შვილი, როცა რაღაც ალბომზე მუშაობდით ერთად, შენს ალბომზე და გაპროდიუსინგებდათ. მე არ ვიცოდი ეგ და ამბები. საკულტო არ გაჩერდეს კლიპის იდეის და ზოგადად ფორმატის ავტორი და თუ არის სინამდვილეში უბრალოდ მაშინაც არ ვუდო და ამის აფიშირება და ახლა რა ხან ამდენი მოვყევი, ბარემ ამასაც ვიტყვი. აუცილებლად უნდა თქვა, მე მგონი, იმიტომ რომ რაღაცნაირად სულ ხინჯად მაქვს ხოლმე, რომ რაღაცა ეს უნდა აღინიშნოს თუ რაღაცა. რადგან არ უყვარს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის კომფორტი და როცა რაღაცა დისკომფორტს უქმნის, რა თქმა უნდა, მეც მივყვები, იმიტომ რომ ჩემთვის თავარია ისე იყოს კომფორტულად. მე რო ასეთ კომფორტში ვარ, ისიც ხო უნდა ვამყოფო და ამიტომ განსაზღვრულია ეს დისკომფორტი, რომელიც ამ წუთას შეგიქმენიდათო. ოდიში დათო, ჩემბრალი. დავასრულეთ. უსათამუნასი. იცი რაზე მინდა კითხო? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი ფსიქოლოგი გავიცანით ჩვენი პროფესიული გზის ფარგლებში და რამდენთან მქონია ეს ცალკე ლაპარაკის კომუნიკაცია, შვილებთან დაკავშირებით, ურთიერთობებზე, ანუ ცოტა მაგალითად თან ბევრი რაღაცა გვასწავლა და თან ცოტა აგვრია და გაგვაფრენინა. ნამდვილად, ბევრი ინფორმაცია ყოველთვის კარგი არ არის. ხო, მართლა და რაღაცა უფრო მეტი შფოთვა მოგვარა და რაღაცები რაც უფრო მეტი იცი და მეტ სიღრმეში ჩადიხარ, ხო იცი უფრო რა თქმა უნდა, მეტი შფოთვა მოდის. კი, იმიტომ რომ ხო და ეხლა მაინტერესებს, აი შენს გამომწერებსაც გაუზიარე და მაგიტო გეკითხები, შენი რაღაცა პიროვნების ჩაღრმავება რო გადაწყვიტე და რაღაცა კურსი რო აიღე, ეს რატო გააკეთე? აი ძალიან მაინტერესებს. რაღაცნაირი აი შემექმნა ესეთი განწყობა, რომ რაღაცა და მეციებინა საკუთარ თავში. რაღაცა ეგეთ ტალღაზე დავდექი, რომ რაღაცა უფრო მეტი გამეგო საკუთარ თავზე, უფრო შემეცნო საკუთარი თავი, იმიტომ რაღაც ისე გარბის, ხო ამბობენ, რომ აი საკუთარი თავი რაღაცა და ბევრი რაღაცისგან შედგება ეს ჩვენი თავი და ამ ქაოსში და ამ რაღაც ყოველდღიურობაში ისე გადის წლები და დეკადები, რომ ვერც ვიგებ და საკუთარი თავი კი არა, ზოგი საკუთარი საღელი არ გახსოვს, ისე დღეში ხარ, ხო? რაღაც ბევრი რაღაცების ხო, რაღაცა მარტო პროფესია და საქმიანობა ხო არ ხარ. მომინდა რომ გამეგო დაუშვათ რაღაც სხვა თვალი დამენახა, მინიმუმ სწორ ადგილას ვარ, ან სწორად დავინახე ჩემი თავი თავის დროზე. იქნებ რაღაც სხვა არის, რაც ასევე მიყვარს, ან ასევე სიამოვნებს, ან პირიქით ნამდვილად ის ვარ, რაც გონია რომ ვარ, დაახლოებით ასეთი ძიების სურვილი გამიჩნდა და აი რაღაც უცნაურად მოხდა, რომ ზარი შემოვიდა და მითხრეს, რომ ეს რაღაცა იწყება და ხوار გაინტერესებს. და მეთქი რა უცნაური და სხვადასხვა რაღაცის დამთხოვები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, რაღაც ნიშანდობლივია, რაღაცა მგონია, რომ რაღაც მესიჯი მოვიდა. და ამიტომ რომ მოვიდა ეს მეთქი ეს უნდა გავაკეთო, აი საინტერესო პროცესია. რო გითხრე ხა ამან ისე საფუძვლიანად ამომატრიალან შეიძლება უფრო მეცველოდი. რა იყო ეს ამას ერქვა რაღაცა გადატვირთვა რაღაც პიროვნული აღმოჩენების კურსი ხო რაღაცა ესეთი. ხო შეიძლება მე შენია ხოლმე ეგეთი რაღაცეები. საერთოდ შენ თავთან ჩაღრმავე და დიდხანს საუბრობდით მე და საშა კაცმანი იმაზე რომ აი დათვარ თუ არა ეხა მე ამისთვის და სხვათა შორის ძალიან დიდი საქმას გავლილი პრაქტიკა ამის და ამიტომ ძალიან ზუსტად იცის იმიტომ რომ ბოდოს იმის რისკიც არსებობს რომ დაუშვათ სადღაც მიგიყვანონ რაღაცა კართან შენ რაღაცა 1000 ტრეინინგიდან ერთ-ერთში და რომ გააღო ეს კარი შეიძლება ბევრად უფრო ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდე კარის გაღების შემდგომ და იმის დამუშავების ესე ვთქვათ რესურსიც უნდა არსებობდეს თუ ეს კარი შეაღე და ხო მაგიტომ ეშინია სწორად არის რომ ყოველთვის გეუბნებიან რომ აი ხარ კომფორტულად ხა აი აქ რო დარჩე შენ აქ რო დაგტოვო თუ არ ხარ მაშინ კიდე იქ მიდის რაღაცა წმენდითი სამუშაოები ხო და რაღაცები იყო რაც რაღაცები აღმოვაჩინე საერთოდ რო არ მიფიქრია არ მეგონა და ასე ხო იცი ინფორმაციის დონეზე რო იცი და რო არ გონია რომ შენში რაღაცა სტოვებს ეს რაღაცა ინფორმაციასთან მოუსვენრობას ან რაღაცა სხვა ადგილას გზობ თავს და თურმე სხვა ადგილია შენი დაახლოებით ამის თქმა შემიძლია აი ესეთი ტიპის აღმოჩენები მოვახდინე და რაღაცები კი შემიცვალა სხვათა შორის ახლა აი რა
რა და რაღაცა საკუთარი რაღაცის დაცვისკენ უფრო მეტი ძალა მომცა. აი რაღაცა ხო პრიმიტიული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ სხვა იყოს კომფორტში და მე შემიძლია ჩემს დისკომფორტს შევეგუო. ცოტა ისე ძალიან ისე რო გითხრა გაშნილად და ეხლა რაღაცების ცოტა დაცვა დავიწყე შედარებით რაც აქამდე არ ვიცოდი არ შემიძლია შეიძლება გადამეყლაპა და ეხლა რომ მიდი თქვი უთხარი პასუხი აი რაღაცა დაახლოებით ეგეთი დიალოგები რომ მე ისე მე არ შემაწუხო სამტვირთმა რაღაცამ რომელსაც პასუხი ვერ გავეცი ან რაღაცა ვერ გამოვექო მაგე ეგ მართლა ეგრეა ანუ მაგრამ ისე მან თუ არ გვანცა ძალიან შევიცვალე შეუძლია დამირეკოს ამ ადამიანს და მკითხოს რომ იმაზე ნაწყენი ვარ მე ანუ მე მეკითხება რაღაცა თან მახსოვს თან არაო და გამახსენე გეხვეწები იმაზე მე ნაწყენი ვარო ანუ იმან რამე მე მაწყენინაო და ანუ მე მახსოვს რა თქმა უნდა რომ იმან ან მე ანაჩიკო ვეუბნებით რომ როგორ არა გოგო არ გახსოვს იმან ასექნა ისექნა შენ რაღაცა მოკლედ რა და ხარ ეგ ტიპი ზოგადად რომ რაღაცნაირად ახერხებ თუ ამის პასუხიც მე მგონი რომ გავიგე რატომაც ვარ ეგეთი რაღაც ეს ყველაფერი რაღაც ჯავშანია სადღაც მაინც თავდაცვითი რაღაცა სადღაც უკანმა გადაგდებული ის რა გახსენება შეიძლება არ მომინდეს იმიტომ რომ ზოგადად არც მომწონს ალბათ რომ ვიღაცაზე ნაწყენი აი ეს რაღაცა არა მაგრამ ისე არება რაღაცის წყენის არ მომწონს ისე არ უნდა ქნა რომ ახლა ხო და ნახე ან უნდა გადააგდო უკან ან მაშინ უნდა ამოთქვა ორი ვერსია ხო ან ატარებ მესამე ხო და მე გადავაგდე და რომ გადავაგდე ძალიან ბევრი რამე მიყვა იმას იმდენი რამე აღარ მახსოვს უკვე რომ ძალიან აი წაიყოლა ბევრი რაღაცა ამ გადაგდებულმა წყენებმა და აქედან გამომდინარე მივხვდი რომ თლადასაც არა იმიტომ რომ შეიძლება მე 75 წლის ასაკში საერთოდ არა შანსი არ არის აფერი არ გემახსოვრება 75-ის მით უმეტეს წყენები არ არა გვან თორია რაღაცები რაც მნიშვნელოვანია მახსოვდეს მე მანდვარ ხო და ეხლა დავიწყე ისე რაღაცა ჩემი მეხსიერებაზე მუშაობა რომ რაც საჭიროა იქნება აღარ გადავაგდო უკან და რაღაცა იქვე დავასრულო და თქვა თუ გამოვხატო. ხო, აი ეგ მე მანიჭებს სიამოვნებას პირდაპირ გეუბნები. მე ჯერ ვერა. რომ აი მაგალითად რაღაცა არ მიმომწევს. არ მინდა და პირდაპირ რომ თქვა ეგ. ისე კი არა რომ აი იცით რა არის, ალბათ არ გამოვა, იმიტომ რომ რაღაცა კი არა. არა, არ მინდა. ხო, არა ეს სულ შეგეძლო. ეს მე მგონი ქალწულისთვისება გვანც. რომ ჩვენ ხო იცი როგორ გეძახი გვანცა მე არა, გვანცა ანუ ჩვენ ყველას გვინდა ხინკალი. მე არა არის გვანცა. შეიძლება გუნდიდან ისე ამოვარდეს როგორც არაფერი და შესაბამისად ეგ შეგეძლო. ხო, მას ხო შეიძლება სულ შეგირებ. რა არ კიდე მე ძალიან მომწონს შენში ეს თვისება პირიქით, რომ აი ოჩახროი მე აი რა ვიცი, ძალიან მარტივად შეგიძლია თქვა არა და მე რაღაც ის იყოს ცნაირი მდგომარეობა და სხვას გავახარო სხვა შეიძლება რაღაცაზე არ ვთქვა რომ მე არა პირიქით თქვა რომ როგორ არა იმიტომ რომ მინდა რომ გაგახარო და გასიამოვნო არ ვიცი ცოტა ეს კარგი გოგოს იმას ეძახიან მე მგონი კარგი გოგოს სინდრომს და არ ვიცი ეგ არის რაც ჩემში მძვინვარებს თუ ზოგადად სასწორი ვარ არ შემილია არეულო ხო აი მოდი ახლა ჩემს YouTube მაყურებელს უთხარი რატო ვერა და ვერ გახდი YouTube-ის მაყურებელი მას ოღონდ გულწრფელად სიმართლე ამ გეყარო სპირიდან არა მართლა რამე ის ძალიან ჩამოყალიბებული მოსაზრება არ მაქვს აი არ მიხმობს შენი პოდკასტები ძალიან ბევრი მაქვს ნანახი არ ვიცი შენ რო იყავი მაგიტომ თუ არ ვიცი მაინც შენის ხაზი გაქვს რასაც მე მიჩვეული ვარ თუ არ ვიცი ძალიან მიყვარხარ თუ არა მართლა ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცაც იყო შენი პოდკასტის ფარგლებში მაინც ჩემთან ყველაზე მეტად ახლოს არის ეს დაუსრულებელი რაღაცებიც არ შემიძლია საუბრები დაუსრულებელი სიარული არ შემიძლია რაღაცა მე მაინც რაღაცა მოზომილი დრო რაღაცნაირად მომწონს ეხლა რაღაც ეტაპებზე მგონია რომ ძალიან გსლად ვისაუბრებ და წვენერები მეშლებოდა ხო და ამაზე ვერ გადავეწყვე ჩემთვის დრო ძალიან მნიშვნელოვანია მიხდი აი ეგ არის დრო ჩქარ აბას ხარტად სადაც ეყურება ჩემთვის მნიშვნელოვანია ალბათ ამიტომ შეიძლება პოდკასტი ჩავთო არა ვერც უცხოურს ვერ ან განა ის რო ქართულს ვერ უყურებ ხო მესმის
უცხოურსაც ვერ უყურებ. აი ჯერ გონია რომ ვერ მივაგენი უცხოურს. კონტენტი ვერ ყველა YouTube-ზე ვართ ესე იძახიან. აბა ის ჩართავ მომბესდება გამოვთავ მე. აი რა გითხრა, აი სრულად მარტო შენები მაქვს ნანახი. დედას გეფიცე, ხო იმას არ ვამბობ, მაგიტომ რა ქვსი ვარ ახლა და თამუნა იქიდან მიყურებს და შენ აქედან. მაგიტომ არ ვამბობ. მართლა. ეგეც რო თქვა რომ არ შემიძლიაო, გავიგებ კაცო. იმიტომ რომ უკვე ყველაფერი მოსნანახი კიდე ნანახი ბოლომდე. ხო, აი არის ეგ სატელევიზიო რიტმიდან ამოვარდნა. აი შენი მაყურებელი როგორია? YouTube-ის მაყურებელი დღეს. როგორ დაახასიათებ შენ მაყურებელს? ჩემი მაყურებელი არის და ვინ არის? ჩვენი ასაკის და ცოტა უფრო დიდი. ძირითადად ქალები, რომლებსაც აინტერესებთ მშობლური კონტენტი. კი ბატონო. რატომაც მიყურებენ თქვათ Instagram-ზე. ეგ აინტერესებთ, ანუ ჩემი გამოცდილებები რაღაცებთან დაკავშირებით, ასევე აი ის სხვისი საუბარი, რაც მათ რაღაცას აძლევს, ანუ ბენეფიტი. მე ამ ბენეფიტს ველი სხვა კონტენტისგანაც, რაც YouTube-ზე შესაბამისად, მე მინდა რომ ეგ ვაკეთო რა. რაღაცები არის, რასაც მეც ვერ უყურებ, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი იქიდან რაღაც სარგებელს ვერ ვიღებ. ეს სარგებელი უნდა იყოს, ან უნდა ვერთობოდე, ან უნდა ვსწავლობდე რაღაცას, ან მართლა უნდა ვჭორაობდე რა, ანუ საჭორაო კონტენტი. რაღაცა იხარხარო მაინც, რომ რაღაცა დაგიტოვა ისეთი, რომ აი კაი იყო. ხო. აი შენ თვითონ რო უყურებ სხვებს, მაგ მოლოდინში ხარ, ხო რაღაც სარგებელი. რაღაცა უნდა დაგრჩეს, ხო? კი, რაღაცა სარგებელი და მე უფრო პროფესიული ინტერესიც მამოძრავებს. იცოდე რა ხდება? პროფესიული ინტერესიც მამოძრავებს, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, მუღამი არის ძალიან სხვანაირად დასაჭერი. აი რადიკალურად სხვა, ძალიან კარგად მესმის შენთვის რატო არის მძიმე YouTube კონტენტი. აი აბსოლუტურად მესმის, იმიტომ რომ ეს არის რადიკალურად სხვა და ჩემი ის გადაცემა რაც არის, ეგ მანდ უფრო არის რაღაცა ელემენტი სატელევიზიო, რასაც ჩვენ და იმიტომ მიადვილდება მე. და იმიტომ გიადვილდება. კი, იმიტომ ჩემთვის ნაცნობია მიზანი. ფორმა და რაკურსი, რასაც შენ აკეთებ, ჩემთვის ნაცნობი და მშობლიურია და მაგიტო. ეგ იყო ჩემი მიზანი. მე მინდოდა რომ ვინც მიყურებდა ტელევიზიაში, რატომაც გვიყურებდა და აი სულ რომ ხვდებიან და თქვენი შუადღე რო იყო, ეგეთი აღარ იქნება და რატო არ ბრუნდებით და რა კარგები იყავით ერთად და სულ გიყურებდით, რამდენამეს ვიგებდით, სწავლობდით. აი ეს ჩვენს მაყურებელთან ერთად. ხო, ამისი მეტნაკლებად ანაზღაურებაც არის და აი ეგ მაყურებელი, ვინც ჩვენი ერთგული იყო, ხო? მინდა რომ გამომყვეს აქ. და ამიტომ არის ჩემი და ჩვენი კონტენტი ესეთი მიქსი, მაინც სატელევიზიო და YouTube კონტენტის. არა, მართლა იგი ძალიან old school კი არა ვარ ხალხო, ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი, ვინც რა პოდკასტი გაქვს, ეგეც ვიცი ჩვენი ვარ, რა გორნია. მაგიტომაც არ დადის თქვენთან. აი, სადოდიში. აფონდის. არა, რა ვქნა. ვიცი, აბსოლუტურად. ძალიან ის არის, რატო? არ ვიცი. მაგრამ ჯერ არ ვარ ამ გზაზე დამდგარი, რომ ხო, რა ვიცი, ჯერ ისეთი მოსაყოლიც არაფერი არ მაქვს, მგონია კვანცა და მეორეც ერთი კიდე მე სამოგრეჯილი რაღაცეები რომ მიგამთხობა ის კვანცასთან როც რომ მოხდებოდა სუდაბავიცე. კაი, ნუ რაც არის რა. მორჩა და გათავდა. აუ, ონლაინ მედიებო კი არა და რაღაც გვერდებო, გთხოვთ რა, კონტექსტი მაინც დაიცავით და ადამიანის private space-ი. ეხა წეღან რა თქვი კლიპის ამბავზე. აი ეგ შეგრძნება გამახსენდა და გამიხარდა. იცი რა შეგრძნება? აი მართლა შვილებს ვიცავარ, დედას გეფიცებით ხალხო. ყველაზე მაგარი შეგრძნება სხვისი ბედნიერება რო გიხარია. მართალი. აი და რაღაც შენი მეგობარი რო დგას და რო არის ბედნიერი და რო აი რაღაცა წარმატებას აღწევს და ღაპაღობით რომ მოგდის ცრემლები, ეგ არის ჩემი ჰობი. კიდე ერთი ბედნიერი, ნამდვილად. აი არ ჯობია მაგას არაფერი და აი იქ დარბაში ცხოვი ჯღავლეთ რომ ვისწრებით. ეგ მაგისგან არის, რომ მართლა ხა მე იმხარეს ვარ, აი რაღაცა გაჭირვებაში და რაღაცაში მობილიზდები და გააკეთებ ყველაფერს და ის, მაგრამ აი გული რო ჩაგეხვენთება შენი მეგობრის ბედნიერებისგან და სიხარულისგან, ეგ არის ტოპ შეგრძნება. ზუსტად. ამ ბედნიერ ნოტაზე გემშვიდობებით. სხვათა შორის ძალიან მალე
ერთი წელი გვისრულდება. მართლა? ხო. ივლისში გვისრულდება ერთი წელი. ხო და ახლა ვიცი რომ გვიყურებთ, იმიტომ რომ გაინტერესებთ იკაპაცაციასთან რა ვიჭორავე და ხო ვიცი რომ მაგარი ჭორიკნები ხართ. ხო და გამოწერაც არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ კარგი რაღაც კონტენტი ყოველთვის ყოველ კვირა გარანტირებული გაქვთ. მართლა მაგას რა უდგას წინ. თუ მოგწონს და უყურებ, ბარემ გამოიწერე, ისე ამოგიხდება, რომ თვითონაც გაგახსენებს, რომ მოვედი აგერ ახალი ეპიზოდითო. რა არის? ხა ვისაც გონია მე YouTube-ი არა მაგ გამოწერილი. ძალიან ცდებით. ხოთა შორის თიკასაც აქვს YouTube და თავისი სიმღერები და კლიპები აქ უდევს იქ და ბიტანჯები, მაგის აპლოუდი და გადაპლოუდი. ხო და გამოსაყენებელია და ის გამოსაყენებელია მეთქი ეს პლატფორმა, გეუბნები აგერ ადამიანო, იმისათვის რომ შენი კარგი პროდუქტი ბევრმა ადამიანმა ნახოს და ყველა წერტილში მსოფლიოსი და მოხოდე YouTube-ი იცოდე. მორჩა. ხო, მაგას ნოპინეთ YouTube-ის ძალა პოზიტიურად თხოვთ. მაგას ნოპინეთ YouTube-ის ძალა. აუცილებელი კი არ არის, ყველამ გადაცემა და პოდკასტი დაიწყოს. რა თქმა უნდა, რა აუცილებელი. შენი ნაშრომი და მართლა რომ 25 საათი გაქვს ნამუშევარი, აი ეს პროდუქტი უნდა YouTube-ის საშუალებით გაავრცელო, მორჩა. ძალიან მიხარია რომ ეს რაღაცა ახალი სიცოცხლე შემოიჭრა თქვენში YouTube-ის სახით და აი ეს დიდი სიყვარული გაჩნდა ყოველ სამშაბათს თქვენ ცხოვრებაში და აი ესე თქვენს გაფაციცებით ელოდები და თქვენი მაყურებლით, რომელიც ნელ-ნელა იზრდება და მრავლდება და როგორც გითხარით, ერთადერთი ჩემი საყვარელი პოდკასტი, არავის არ ეწყინოს არის კვანცას პოდკასტი. რა ვქნა? სუბიექტურადაც და ობიექტურადაც და სხვაგან რომ მეუბნებია, რომ აი კვანცას როგორი პოდკასტია, მეუბნე, აბა რა, ვიძახი, იმიტომ რომ ნამდვილად შენ სადაც ხარ, იქ ყოველთვის ძალიან კარგი რაღაცნაირი სარგებელი, გონივრული, ჭკვიანური, სინათლის მომფენი ინფორმაციის მიღება შეიძლება. ამიტომ გამოიწერეთ კვანცას პოდკასტი, ცოტა ამას რომ ვამბობ, ბრაზობ კიდევაც. აქამდე თუ რა გამოწერილი, საერთოდ რაზე ფიქრობდით? გამოიწერეთ დროულად, რომ ყოველ სამშაბათს იყოს. გამოიწერეთ. ეხლა ჩვენ გამოვთოთ კამერებს და გავაგრძელებთ ჭორაობას.